ჩვენი ფილმები თქვენს ზოგიერთ სკოლაში ნანახიც აქვთ, იცნობ, სტუდია გუთანს ალბათ. ძალიან კარგი და იქ ზოგად პირველი თემა, ზოგად მეორე, ზოგად მესამე. ეს მეხუთე მომიტანე წყვეტა რატომ მოხდა გეტყვით ახლა. მე ახლა შევდივარ კონტაქტში თქვენთან და არ ვიცი სად რომელი ფილმია სკოლაში, ამიტომ ახლა მომიტანეთ აბსოლუტურად ყველა სკოლისთვის თითო ფილმი მეხუთე, მაგრამ თემატიკას ემწუთში ავწით, მაგრამ მე რატო შემოწყობინებთ რომელი ფილმი იყო წინათ და სად გაჩერდით, მე ისე ჩვეულებრივ გავაგრძელებთ სკოლებს. ახლა ეს ფილმი, რომელიც თქვენთან მოვიტანეთ, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით ემიგრანტების მიწვევით. და იქ გადავიდეთ ეს ფილმი, შეიძლება ბევრი თქვენი ნაცნობიც იყოს ამ ფილმში, დაახლოებით 500 ემიგრანტი გვაქვს ჩაწერილი, მოკლე რაღაც ასეთრული ესეთი სახელით შეიძლება იცნოთ ფილმი. ეს ჩვენი პრობლემა მარადიული, ალბათ ოჯახი არ არსებობს, ან ოჯახის წევრი არ ყავდეს უცხოეთში, ან ნათესავი და ასე ეს დიდი პრობლემაა ძალიან. პრეზენტაცია გქონდა ჩვენ სამებაში, სამწუხაროდ არ მოხერხდა ყველა თქვენთაგანის იქ მოპატიჟება, მაგრამ მაინც მოახერხეთ და გვინდა რომ ახლა სკოლებში შევიდეთ. უპირველესი ჩვენი მიზანი რაც არის პატრიარქის კუთხე, ეს ყველა ბავშვმა უნდა ნახოს ეს ფილმები. საქართველოს ხერხემალი ეს პროექტი 4 წელიწადია, მე-5 წელიწადია დაიწყო უკვე მიდის 4 მინისტრი გამომწვევი განათლების მინდა გითხრათ. მაგრამ ამით ხასი იმას უზავრო ხელისუფლება მიდის, მაგრამ სამშობლო რჩება და ჩვენი საკეთებელი ის რაც დაგოვალა პატრიარქმა და რაზეც გვაკუთხა რომ ბავშვებში უნდა გადარჩეს ქართული ფესი უნდა აღორძინდეს უბრალოდ ამას ვაკეთებ და მიუხედავად იმისა რომ თქვათ ფინანსურ შეჭირებაში ვარ და შემოწირულობაზე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სტუდია, ამას მაინც ხდის წყალობით, უფლის დახმარებით, თორე სხვანაირად არ მოხერხდებოდა, ამას ვაკეთებ. და თქვენი დახმარებით რასაკვირველია, იმიტომ რომ ტრადიციად დამკვიდრდა ჩვენი სტუდენტებთან დაკავშირებით სკოლებში სუპერველად რომ შევიდა რუსთავში, იქ უნდა დამთავრებული იყო თითქოს, მაგრამ თვითონ ბავშვებმა, მშობლებმა, დირექტორებმა, პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ეს პროექტი გაგრძელებულიყო და რით მოხერხდა და როგორ დამკვიდრდა კველმოქმედების კულტურა ასეთი, რომ შესაძლებელი გუნდები იდგება სკოლებში. 2000 სკოლაში მოხდა საქართველოში ესეთი და ესე ბავშვი მოდის თავის 10 თეთრს აგდებს და განცდა აქ იმისა, რომ ყოველი მეორე ფილმი მისი შექმნილი და თვითონ მონაწილეობს ამაში. მინდა გითხრათ, რომ რეზო ჩხეიძე ჩვენი კონსულტანტია, ბატონი რეზო ჩხეიძე ჩვენი რეჟისორი და გოგი დოლიძე ცნობილი კინოკრიტიკოსი, რომელიც დღეში ესეთი ფილმები გადის, რომ ხოცავს პირდაპირ, მაგრამ მანაც იტვირთა ასე ვთქვათ კონსულტანტობა. მეუფე ანანია არის, მანგრელი ეპისკოპოსი ჩვენი კონსულტანტი და მეუფე იოანე, რომელიც საპატრიარქოში განათლების ხაზს ყოფილებს. ერთი მუჭა ქართველებისთვის ისტორიული ხვედრი ყოფილა. ესაც შაჰაბას პირველის დროს დაწყებულა და არც მას შემდეგ დამთავრებულა. იგი სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. და იგივე პატრონს რჩება სახმების და ყველაფერიც. თქვენ ნახეთ რომ აჭარა და ლაზეთი წყობს. ჩადებთ ფილმში და ანუ აზრი ამის ის იყო როცა ჩავედით ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქაურდა ქართველი ბავშვები არ იციან ქართული იმიტომ რომ ამბობენ რომ თქვა შობელს არც ამირა არ აქვს ამდენი დრო და ეხლა ეკლესიამ გახსნა იქ საკვირაო სკოლები მეუფე დიმიტრის კუთხევით კუთხევით გაიხსნა საკვირაო სკოლები თვითონ ეკლესიებში რომ ბავშვებს ტოვებენ იქ და უკვე ქართულ წერას ლაპარაკს ასწავლენ და ჩვენ გქონდა საუბარი რომ აი აჭარა და ლაზეთი მოვყვეთ მაგალითად ამდენი 300 საუბარი თუ არ მისვლა 300 წელი არ დაკარგეს ამ ხალხს არც მომიყვა არც დედა და არც მამი ანუ არც ერთი არ დაკარგეს რომელიც ძვირფასია თითოეულ ჩვენთვის და ესენი წასულები არის 20 წელი 18 წელი 21 წელი მაგრამ ეს ძალიან საკმაოდ ცოტაა რომ ენა დაკარგა და ყველაფერი დაკარგა და ამიტომ მაგალითად ჩავედით იმათ ვანახეთ რომ აი ნახეთ ეს არის მაგალითი ეს არის ჩვენი ისტორია ეს არის რეალური და იცით რა შემდეგ შეკითხვები აქვს ესე იგი ივერია გიორგია ეხლა მე მაგალითად მასწავლე მაქვს გეორგია და ამიხსნეს რომ ეს იყო ბერძნულად მაგრამ ქართლის ცხოვრებაში წერია გიორგია და ეს წმინდა გიორგისთან არის დაკავშირებული აი ესეთი ახსნა მოხსნა
დიდი რომ მომწონდა. მისი ცხოვრება იქადაგება. აი საერთო საქართველოს არსებობისა. ერთ ნაწილი გაემგზავრა ოკეანის გადააყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, ვიცი, მადლობა იმისთვის. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენ ბავშვებს თქვენი სათქმელი გადავცეთ იქეთ და გავაგზავნოთ ეს სულისკვეთება ჩვენ ბავშვებში. რომელიც სკოლა? მე ვიცი თქვენთან შემოდივარ ხოლმე საერთოდ და მე არ ვიცოდი ხოთა მე მოადგილება გავარ დირექტორი და რა ვიცოდი ეხლა ვიკავებ ძმებს საჯეროა უცილებელია მაშინ გაძლიერდება ემოცია სიყვარული სრული ძალიან ჭარბი ორივე შემდეგ ჩვენთვის და მეთქვის ბავშვების ძალიან გამართლებული შობლების იყო ელემენტარული სიტუაცია რომ არიან ბავშვები მოდიან და გულში მოუყვებიან სიტყვა უნდა დედის სიტყვა უნდა ალერსი უნდა ხო ძალიან განიცადია აგრესიას ვერ ვიტყვი რომ მათში იყო აგრესია და ამ ბავშვებში დაბადებული მაგრამ ამ ბავშვებში ტკივილიდეს ძალიან დიდი ტკივილიდეს დედოფლი დარიგებაც აქვია სიტყვა ყველაფერი აქვია დედის მხრიდან არიან მშობლები რომლებიც აი ეკავენ და პირადად პედაგოგებზე კონტაქტებიან ეს მომენტიც არის ძალიან ხშირად ეხლა ერთი მომენტი აქ ბავშვი გამოუშვეს პატარა დეკლასიერი ბიჭი არის სადღაც ის კლასიდან გამოუშვეს რომ წერა კითხვა არ იცის ბავშვმა და უნდათ რომ აქ ისწავლოს რა თქმა უნდა ბავშვი ცოტა ვერ ეგუება საქართველოს სხვანაირი აღზრდა აქვს მიცემული ცივიც არის არც მართლმადიდებლობას არ იცნობს ის კი არა და ცოტა ვერ ეგუება კიდეც ტაძარში წასვლაც უნდა სამთის ანთებაც უნდა რაღაცა შიში აქვს რაღაცა აქვს ბავშვში აი ეხლა მე მასთან გავჯერ ახალი ვარ ეს ყველაფერში და ვცდილობ რომ რამდენადაც ჯერ გავიცნო და დავიკონტაქტო მაგრამ აი აქვს ბავშვს რაღაცები მე ამერიკელი ვარ მე ქართული არ ვარ ბავშვებთან და ვიდეოთაც უჭირს ალბათ იმიტომაც გამოვიდეს შეიძლება პორციები ხედვები უვითარდებათ არ დარჩებიდეს ეს პრობლემა კატასტროფა ეს აი ამის დანახვა ნამდვილად სჭირდებათ ჩვენ დიდებს და მით უმეტეს ის ბავშვები რო აი სწორად აღიზრდებიან ისინი იმ მუსიკით, იმ ფონით, იმ ყველაფრით ისწავლიან იმას, რომ ეროვნულები უნდა ვიყოთ და უნდა იყვნენ და აი ეს არ არის ყველაფერი. აი ამერიკაში იქაურ სკოლაში არის ესეთი წესი. ეს იგი ყოველ წელს უცვლიან ბავშვს საკლასო კლასს, სხვადასხვა წელს ორჯერ. იმიტომ რომ არ იმეჯნებს იქ არ ამიტომ და იყო ესეთი შემთხვევა, როცა დედა გაუბრუნდა სახლში, იქავდა შვილის და ოცრა რომ მიხარიო ეს პატვარგაკი ბორგიდან შემოგვწულა. როგორც კი ის დამადა ბექრევე დაუწყო პოლიციაში. დაარეკეს ესა მამამის აუბრუნდა და გამოუშვა ხო და ვინც ახლა ვისაც არ აქვს საშუალება მაგის და ჩვენი დედა ვნახეთ რომ შვილი გარდაეცვალა მოხდა ყველაზე შორის და უბრალოდ გამოგზავნა იქიდან და თვითონ ვერ ჩამოვიდა. რო კისერზე ქონდა დადებული სვალები და სხვა შვილებს რა გავუყო მე აქედან გავუგზავნეს დისკი პარტიშვილების და დაგძალეს. და ვერ თავი საწყალი უბედური ის რატომ და ამ ესეთი ფული თქვა და ესეთი აი ეს გესვიდან მოწყდა მეტი კი არაფერია როგორც მოწყდები მე ჭაობები ყოფილა თვითონ მეცნიერ რა რაც მეტი წელი გადის ჭაობია რო გონია რომ 2 წელი ჩახვედი და აი მალე წამოყვალ არავინ არ დაიჯერებს გითრებს და გითრებს მორჩა ვერასა იმიტომ რომ აქედან მარტო შვილი კი არ გირეკავს
Rahat ez vestviსაც ხელი ჩამოგიქროია, ყველა გერაკავს ვიღაცა მეკრდება ცუდად თავარ არ იქა მომხედეს რა სიზა. თუ ცუდა გული გაგდა რაღაც შემოსავალი იქ ამერიკაში ცოტა მაღალი ანაზღაურება, ადგებიან და უგზავნენ. მე იმვალს გადახდა უნდა, მე კიდე თვითონ დაემატა რაღაც ავად გახდა. და ასე ჩემ 14-15 გული წუწივდება აბა რა, კაცო, აბა რა. 50,000-მდე ბავშვი. მარტო ქართველი ბავშვი ნიუ-იორკში 50,000 მომთაუროს დავკარგა. რაღაცა ძალიან ბევრი ზე ბავშვებისთვის გამიმარჯვება და იმიტომ კი არ არის კარგად არის. იმიტომ რომ შემოგმაგური არ მოგაგდეს და შენზე ზრუნავს. და აი ის ხაზი გამისვია რომ შენ დედა ორმაგად უნდა გიყვარდეს რომ ასე ნატრები უყვარხარ და უარი თქვა სამშობლოში ყოველდღე რომ შენ უზრუნველყოს იმ მინიმუმით რაც შენ ჭირდება. აი ესეც არის ბავშვებში აი ეს მონათრება და ეს სიყვარულის განშორება მათში აგრესიას იწვევს და იწვევს ბომბას. და იქ ვიღაცა ჭირდება რომ ის სიტყვა აქ აუნაზღაუროს ვერ მისცემ დედის სიტყვას და სიყვარულს, მაგრამ განუმარტოს ბავშვი გონებამდე და გულამდე ვიტანოს ის სიყვარული, ის გამოც დედა წავიდა და მის მიატოვა. აი ესეც ჭირდება და აი ეს ფილმი ამაშიც ძალიან დიდ როლს შეასრულებს რომ ბავშვმა ის გაიაზროს და მის გულამდე და გონებამდე მივიდეს დედის ის ტკივილი, რასაც გამისცის იყოფნის დროს, რომ ის ორი კაპიტი შვილს გამოგზავნოს. დიდი მადლობა ამისთვის. ჭოროხისა და აჭარის წყლის შესახებ და სადაც ძველად ტყუილ თამარმეფის ხილი ყოფილა დაუდგამი თავსავეთი. ეს პრობლემა ნამდვილად დგას ახლა აი ჩანაცვლებული ეგ მოლაპარაკება საგანგო საფრთხესა და განათლების სამინისტროს შორის და მე მგონია რომ დადებითად ყველა ხო ძალიან კარგია თუ დადებითად გადაწყდება და მე ვფიქრობ რომ აი ეს რო იყოს ყველა თითოეულ ჩვენგანს ვალდებულები ვართ რომ აი თითოეულ ჩვენგანის თითო ხმაც გავაჟღეროთ რომ ეს გვინდა რომ კი გაკეთებაზე რომ შედიო თვითონ გაიძულებ რელიგიის თემაზე ისაუბროთ კი რამე თუნდაც შეგამჩნიეს რომ იცი და კიდევ რა მაინტერესებს მინდა რომ გითხრათ აი ეს ჰელოვინები მოგეხსენებათ როგორ ხოდა ბავშვებს ინფორმაცია არ აქვთ აი ვინც იცის 2-3 დღეა რა მთელი პირები მალაპარაკებენ ამ ფილმებზე. მინდა ძალიან მინდა იყოს რაღაც არსებობდეს რომ თვითონ ბავშვმაც ნახოს ამ უკრიფე Facebook-ზე რაღაცები კიდევ დავდე მამაოს გადაგებები ბავშვებო ეს ნახეთ ეს გააზიარეთ უყურეთ მაგრამ აი იყოს ესეთი ფილმები რომ ბავშვი აზრზე მოვიდეს რას აკეთებს არ იციან აი ერთ-ერთი დედა რო გითხარით ამერიკაშია თქვა და ბავშვი ესე მადლობა ყურადღების გარეშეა დარჩენილი ნახე ჰელოვინის ფორმაში ეს პრობლემა ნამდვილად დგას ახლა აი ჩანაცვლებული ეგ მოლაპარაკება საგანგო საფრთხესა და განათლების სამინისტროს შორის და მე მგონია რომ დადებითად ყველა ხო ძალიან კარგია თუ დადებითად გადაწყდება და მე ვფიქრობ რომ აი ეს რო იყოს ყველა თითოეულ ჩვენგანს ვალდებულები ვართ რომ აი თითოეულ ჩვენგანის თითო ხმაც გავაჟღეროთ რომ ეს გვინდა რომ გაკეთებაზე რომ შედიო თვითონ გაიძულებ რელიგიის თემაზე ისაუბროთ კი რამე თუნდაც შეგამჩნიეს რომ იცი და კიდევ რა მაინტერესებს მინდა რომ გითხრათ აი ეს ჰელოვინები მოგეხსენებათ როგორ ხოდა ბავშვებს ინფორმაცია არ აქვთ აი ვინც იცის 2-3 დღეა რა მთელი პირები მალაპარაკებენ ამ ფილმებზე. მინდა ძალიან მინდა იყოს რაღაც არსებობდეს რომ თვითონ ბავშვმაც ნახოს ამ უკრიფე Facebook-ზე რაღაცები კიდევ დავდე მამაოს გადაგებები ბავშვებო ეს ნახეთ ეს გააზიარეთ უყურეთ მაგრამ აი იყოს ესეთი ფილმები რომ ბავშვი აზრზე მოვიდეს რას აკეთებს არ იციან აი ერთ-ერთი დედა რო გითხარით ამერიკაშია თქვა და ბავშვი ესე მადლობა ყურადღების გარეშეა დარჩენილი ნახე ჰელოვინის ფორმაში კი გენოცოდი მარტო იმათ კი არა ვისაც დასრულებია ვიცაკა და ვინც ნახავ მე თქვა დაიფარა იმისაგან თუნდაც რაღაცა მარტო ცარიელი ბიჭები და ჩავიდა მე აქ სამშობლოში რა კიდე რა მაინტერესებს თქვენ ახსენეთ ჭერები საერთოდ მიადენით ამ სოციალურ საგან მიტოვებული და საგან დაიწყებული კი ჩვენ ხო ყველგან ჩვენი ფილმები და იქ იყო ჩამოსული დირექტორი მუჯარაში როცა კონდა დირექტორი თამაზ კი არის ისე რომ თვითონ
ჩემი ზარაფხანა და მიყვარდა, იმიტომ რომ დედაჩემი 6 წლის ასაკიდან ახსოვდა და ამას გვეუბნოდა, რომ რაიმე თქვენ არიცით კარგი იყო და იმდენი ვქით სამერი გამოგონდი და არ ვიშენეთ ჩვენს სახლში და მე მისწავლებს სკოლაში. როცა აღდგა ეს სოფელი. ხო და ეს შვილი რაღაცა იძულებული გახდი, რომ წახვედი იქ, მაგრამ როგორც ვთიშოს ის არ ეუბნებო, შენი სამშობლოს კიდე. შენ იძულებული, მე იძულებული ვიყავ, რომ შენ დაბადებული ყავი, ხო და შენი სამშობლო იქ არის, არა? გაგაცრია, ძალა მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ, შესაძლებლობა მოგცეთ, იმისა რომ ეს ძალიან საშუალო, ძალიან კარგი საქმე გაგრძელდეს და არ შეჩერდეს და მე ხორეულობდი დირექტორის მოადგილე ვარ რუსიაში, ჩვენ დირექტორს მოვალე და არც ერთი ფერმე არ აქვს ჩვენოდა. როგორ მაგისიები რა ვაკეთოთ და შაშან ხო ესეთი კანონები შემოვიდა უკვე რომ აი ეს ფაკულტატივიდანაც აღარ შეიძლება და ჩვენ სკოლაში დირექტორმა იცით რა ქნა ბუფეტიდან ცეკვიდან შემოსავალი რაღაცეებიდან მაინც დარჩა 95 წლიდან არის ეს საგანი და მით უმეტეს შეზღუდულია ძალიან ისეთ რაღაცებს ვერ ვაკეთებ მაგრამ არის და რაღაცა და მაინც ასე რომ ეხლა მე მგონი არის ამის საშუალება იმიტომ რომ ახალი მთავრობის პრიორიტეტი როგორც ეგენი ლაპარაკობენ არის წესიერება და მერე პროფესიონალიზმი და თუ კი წესიერება პრიორიტეტია წესიერებას ყველაზე კარგად ასახავს რელიგია ხო ასე პირველი